აუ სკოლაში სიარული აღარ მინდა რა. და რატო ვითომ? რა მოხდა ეგეთი? ეხლა რო გვაქვს ზეიმი, ორ კვირაში ხის როლი მომცა მასწავლებელმა. უნდა იდგე მარტოვო. აუ ძალიან მაგარი მასწავლებელი გიყავს შენ. საახალწლოდ ბალახის როლი მოგცა, ეხლა ხის. ვიზრდებით. როგორ კაცო, ერთი ლექსიც არ მოგცა ზეიმისთვის? არაფერი არ უნდა თქვა, ხეები არ ლაპარაკობენო. მე ვლაპარაკობ სამაგიეროდ, მომიტანებით იქ ნომრების წიგნი რომ მიდევს, მანდ მიწერია მაქალბატონის ნომერი. რა თავხედობაა ხედავ? აჰა, გამომართვი. სად არის ერთის ნომერი, ხო, აი. რატო მასწავლებელო გამარჯობათ, ინგა ვარ მე, ომარიკოს მშობელი. ესე იგი ისეთი გულდაწყვეტილი და გაუბედურებულია ბავშვი, რომ სკოლაში აღარ მინდა სიარულიო გამომიცხადა და რას აქციელია ეს, რაც მე თქვენზე მაქვს, პატივი ნაცემი, როგორ ერთი ლექს არ იმსახურებდა ჩემი ბავშვი, რომ მიგეცათ ზეიმისთვის, მაგრამ სანამ თქვენაირი მასწავლებლები არიან სკოლაში, მანამ არ გვეშველება ჩვენ არაფერი. გცხვენოდეთ. აი. რა იყო რა სახე გაქვს? სხვაგან მოვხვდი. აუ კლასის ჩეთი უნდა ავაფეთქო ეხლა. სასწავლო ამ კვირაში მივდივართ შატალოზე უეჭველი. აუ უეჭველი წავიდეთ შატალოზე, თან ხო იცი მან ძალიან მაგარი პრიკოლები ხდება ხოლმე. შარშან გახსოვს თეკლა გურგენიძე ხობეზე რო ვერძრებოდა. ეგ სპეციალურად იყო თიკო რა შტერი ხარ, რომ ბიჭები ტრაქზე მიწოლოდნენ. ხადაობ ხო? ტიპი რეებს ჩალიჩობს ხრმა ბავშვობიდან. თეკლა გურგენიძემ ჩავაგდო ვოისი. აუ წამოსვლით კი წამოვალ, მაგრამ ხობეზე ბიჭებიდან ვინმე ხო დამეხმარებით. იმენა დეჟავუ მაქვს, იგივე საკეთებს. თეკლა ბიჭები კი არა დამრიგებელი მოგეხმარება თვითონ. აუ იმედია რომ წავალთ რა და მაშინ დელივით ვიღაც არ ჩაგვიშვებს. ხო და არავითარ არაფერი არ თქვა, გაიგე? სულ ერთი წუთი ინ გამწერს. ქალბატონო გირჩევნია რომ ეხლავე მოიწყო ეგ შეტალო და სახლში არ დამხვდე რომ ამოვალ. აუ მოსასმენი დამიმონტაჟა უეჭველი. თეკლა გურგენიძის ბებია გარდაეცვალა. შეტალოს მაგერად სამძიმარზე მივდივართ კლასში. უი საწყალი ქალი რას ამბობ, აცხონოს ღმერთმა. რითი მოკვდა? ამბობენ გულითო და ისი ასაკში კი იყო უკვე. უეჭველი თავი დაიბრიდა მაგალმა. აუ შენ რეებს სიტყვი ხოლმე რა, რატო უნდა მოეკლა თავი 91 წლის ქალს? მე რა ვიცი, თეკლა გურგენიძე რომ მიჯდეს სახში აღარც მე აღარ მიქნებოდეს ცოცხლის სურვილი. ანასტასია ცოდვას ნოიკიდებ ზურგზე. არც ისე გაგლია. და წადეთ კიდე იმ სამძიმარზე თუ მიდიხართ ბარემ. თიკო, არ გამაცინო ხეთ რომ სულსგებიცები მოგკლავ. თეკლა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის მწუხარებას. ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებთ. მადლობა ძალიან დიდი. ექიმმა თქვა რომ წამიერი სიკვდილით გარდაიცვალა და ტკივილი ვერ იგრძნო. აი როგორც იტყვიან ბედნიერი სიკვდილითო. ბაზარი არ არის, იმენა ბედნიერია ბებია შენი. შენ გარო დაისვენებს. აუ თიკო ძალიან მაგარი მკითხავი გავჩნდა და დღეს უნდა წავიდეთ უეჭველი. აუ ხადაობ ხო? მეც კი მაქვს ისე რაღაცა კითხვები და წამოვალ უეჭველი. ესე იგი მოგცლიათ რა. კითხავების რომ რამე დაიჯერებოდეს ეს ეხლა ბედნიერი ქალი უნდა ვიყო მე. არა აბა ბედნიერება. იმენა არ უსმინო ინგას. თორე აურა გაგიშოვდება. მოდი ძევაჩკი, მოდი. აბა რომელი იქნება პირველი? პირველი მე ვიქნები. მომდევნო ერთი წელი მინდა დეტალებში. кайфსო ფანეთნა მაითა ხელი. ვიღაცა დაქტრიალებს წააცუდათ. გასოზე და თ. გთ. გურგენიძე თეკლა. ვაიმე, ტიპი ყველგანა. ხუთა ყველგან როა იმენა არ უწერია გაიდღე. აი. ამდენი მესიჯებია კლასის ჩატში რა ხდება. რა? თეკლა გურგენიძეს დაარტყა მანქანა ახმეტელის მეტროსთან. რა თქვი? აუ ძალიან მაგრა იმკითხავით ქალბატონო. ხო დავაი აბა თქვენიცით ეხლა. გოგოებო როგორ არის ნეტაის თქვენი კლასელი? მანქანა რო დაეჯახა გუშინ.
აუ ძალიან მძიმედ არის თურმე. Მთლიანად გიფსოკარდოში ყავ ჩასმული ისია და ჩენჩხილი. დედა საწყალი ბავშვი. განაღა დააშავა, რომ ესეთი რაღაცა დაემართა. დააშავა, თან ძალიან ბევრი. ჩამოგიშვი თუ გინდა ალფაბეტის მიხედვით. აუ ანასტასია, ნუ ლაპარაკობ ეგრე რა, ცოდოა. ინგადეიდა უნდა გავიდეთ ჩვენ მოსანახულებლად საავადმყოფოში და მალე მოვალთ. ნუ კადეიდა გამარჯობა, როგორ არის თეკლა? რა კაი გოგოები ხართ რომ მოხვედით შვილო, რა ვიცი, აი, პალატაში ეძინავს ჯერ. თიკო, ეხლა რო უკვირდები არ არის ეს ცუდი ქალი და ისუს დაემსგავსა ესეთი უჯიშო. გოგო, მაგის დროა ეხლა. თუ ძინავს გავალთ მაშინ ჩვენ კარგით. მამუკალობიანზე ჩადირა ქვემოთ მერე დილიდან არ მიჯამია არაფერი. კარგით შვილო, კარგით, აუცილებლად ვეტყვი რომ იყავით მოსულები. არა, ნუ ეტყვით. ეგრე აჯობებს მისივე ჯანმრთელობისთვის. უყური რა მაგარი ძაღლი მოვიყვანე ეზოდან. აუ, მაგარი როჟა გაიჩნდა ძალიან. საიდან მოიყვანე ომარიკო ხა არ გამაგიჟო კორპუსის ბინაში რა უნდა ძაღლს. აუ, უცუში მოვიდა და მომეწონა. კუცაკ იცინებდა. არ ვიცი მე სახლში ძაღლს ვერ გავაჩერებ. ეგ არის გამორიცხული და ჩაიყვანა ისე ბეზოში. აუ, სახში ვინმე შხუნავე თამაშო. მერე ძაღლი რა საჭიროა ვერ გავიგე. აგერ შენი და ეთამაში ანასტასიას. შედარებებში ძალიან მაგარი ხარ, ხო შენ? ძაღლმა ბუნების წიგნი შემიჭამა. ძალიან მაგრაა გაწუთნილი და მაგიდო. შერაგი ხარია ნეტა, დილით ლოგინში რო ჩაგიფსა. რა თქვი? ვაფშე არ იყო ჩემი ლოგინი სველი დილით. იმიტომ რომ სანამ შენ გაიღვიძებდი გაშრა. მეცი თათი მომ. ხმა არ გავიგო თქვენი, ახლა ძაღმა არ ინერვიულოს. ბესეთკის ასწავლო გავამაგდო ჩათიდან. ხო და რო დავადგები დღეს და ციოქსავთ ეხავ, ნახოთ მე როგორ მოეწოლებათ. ბაზარი არ არის, დღეს ეგენი იქნებიან ნახალოვკაში და პირდაპირ მან დავადგეთ. მეტროთი გავიდეთ. აუ, მეც წამოვალ მეტროში. აბა დაეტიე ეხლა მან. შემეტელი ბავშვი. მე მზადურე თუ გინდა წავიდეთ უკვე. შემდეგი სადგურის მოედანი. Next station, Station Square. აუ, ციგნის ბავშვი გაეძრებოდა. ხო და მამე. აუ, არა მაგ შემიშვი. იდი ნახო. გაიგონე რა მითხრა? მე კაი გაანებე და ჩავდივართ უკვე. სადგურის მოედანი. გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე. Station Square. Transfer to საბურთალო line. ხო და არასპრავით ლივს იმენა ყველა ვარიანტში მოეთხოვება, გაიგე? აუ, ინები გაიჩინეჩი. სალამი, თუ გახსოვართ კიდე რა ვიაბა? ჩათდო რო გამაგდეთ დღეს. მე მგონი იცი რატომაც გავარდი შენ ჩათიდან და აღარ გინდა საცოდაობები. ეს ვინ არის? ვინ მილაპარაკება? გოგო, ეგ არის თეკლა გურგენიძის ახალი დაქალი, ანანო. ეხლა უკვე გავაიასდეთ. ჩემ თავს თუ გიფსოკარდუნა თეკლა გირჩევნიათ, ბაზარი არ არის, მაგრამ ზურგს უკან ფურთხებებს არ ვარ, გაიგე? დავამთავრე. შემდეგი სადგური ახმედელის თეატრი. Next station, ახმედელი თეატრი. აუ, ანასტასია, შენთან ავიდეთ ისევ? აუ, ხო, რა ჯერ ჩემთან ავიდეთ. თან ინგალაძიგებს გააკეთებდა. აუ, კიდე ის ციგანი ბავშვი გაეძრო. აწეთეთრი მამე. არა მაგბეთქიდე, დამანები თავი. აუ, რა გააკეთა პროექტა. დილით რომ ძღნერში ჩავყავი ფეხი, ალბათ მოგეხსენებათ. დიდი ამბავი ახლა. ფული იცის. ფული არა, სუნი იცის. სამჯერ გავრეცხი ჩუსტი. აუ, ჯეჯაღლისთვის ასეინო თოკი და ყელსაბამი არ ვიყიდოთ. დამშვიდი ვიზრუნე უკვე მაგაზე. ფეთიფაიში შეუკვეთე და მოვლენ მალე. ომარიკო მიდი მანამდე საჭმლის ჟამი გაურეცხე ძაღლს. უი, ჭამაზე გამახსენდა. გააკეთებ რამეს თუ მეც პედიგრი მივირთვა. მე გავაკეთებ ხო? გააღემიდი მანამდე კარები, კურიერი მოვიდა მე მგონი. გამარჯობა, აი თქვენი შეკვეთა. აუ, ფეხი ჩავდგი რაღაცაში მე მგონი. არა უშავს, ფული იცის. ასე აგიხდეთ ყველაფერი, ინებეთ.
აუ გახსენი რა დროზე მაინტერესებს. ეს არის საყელო, შეგიძლია რომ გაუკეთო. ამ თოკით გაასეინებ ხოლმე. მან თავს ჩამოიხრჩობ. ეს კიდე არის ძალიან მაგარი კონტეინერი. ამაში წყალს ჩაასხავ, ამაში საჭმელს ჩაყრი და რომ გაესეინებ ხოლმე იქვე მიირთმევს. გამომართვი. ანასტასია, ეს რა არის? ეგ არის რეზინის ძვალი. კიდე ჩუსტი რო არ დამიყეჭოს. დედა რა კარგი რაღაცეებია, ჰა? ვაიმე მეც ჩავადგი მე მგონი ფეხი. აუ, ეჭველი ჯეკპოტი დაგვეცემა. ომარიკო ტრონსიკით უნდა ვიხარ ჩაიცვი შარვალი. დროზე. აუ, ვერ ვიპოვე. რა ვერ იპოვე, ვერ გავიგე, მანდ არის უჯრაში. გაახილე თვალები. საით მიემართება დედაშვილი? რა ვიცი, ერთი ატყდა მაღაზიაში წამიყვანეო, ფილმ ჰაუსში. ჰარი პოტერის და ანიმეს რაღაცები ნავიყიდო, ასე თქვა. მერე ფული საიდან აქვს? თუ შენ უნდა უყიდო. საიდან და გამოუგზავნა მზიაბებო მსოფლიდან, თავისი პენსიის ნახევარი. ჩავიცვი. всё, წავედით მაშინ. გამარჯობა, ანიმეს სათამაშოები მინდა და ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი. გამარჯობა პატარა ბიჭი, ჯადოსნური ჯოხი გინდა? ვინ უნდა მოვაჯადოვოთო? მოსაჯადოვებელის მეტი რა არის ჩემო კარგო. ყოველ მეორე ნაბიჯზე. აი მიმართალი ხარ ქალბატონო. აი ბიჭი ნახე, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. ამას რო ესი მოიქნევ, ყველაფერი ასრულდება. მაინა. აბა ხო არ მოგატყუებ. დედა რა კაი მაღაზია გაუხსნიათ კაცო. გოგონა, იქით მომეწონა სამურაის ხმალი. ხო და რამდენიმე დღეში კვირის ბოლოს გამოვივლი ვიყიდი გადამინახე. მოხვიდით? მანახება რა იყიდე? აუ, ანასტასია, ნახე რა მაგარი ჯოხი ვიყიდე ჰარი პოტერიდან. თან იმ ქალმა მითხრა, რომ ჯადოსნურიაო. ნეტა არ უბირავდი რა. გამოთაყვანდი სულ. აუ, ანასტასია, სტუპეფაი. დედა მაგარი გაბერილი აქვს შენ შვილს. აუ, წელი გამიკავდა პროსტა. ვაიმე, ეკლესიაში ხარ და ცოტა ჩუმად რა. ყაყანია კაცო. ესე იგი დამრიგო შე რო არ ყავდი ამ მამაოს ვინ გააჩუმებდა ამ ხალხს მე არ ვიცი. რა აქვს ამდენი სალაპარაკო. ადამიანი როგორც იქცევა ტაძარში ისეთივეა ოჯახში, ხო იცი არა ინგა. მოიმედდა გოგოებო რა ჭმეტო. გოგოებო მესანთლე კალთან ვიყავი ეხლა და ასე ამბობენ რომ ლალი ხაჩიძე გაუგდია მრევლიდან მამაოსო. რას ამბობ გოგო? გააგდო ხო? ზუსტად ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. შენ რა იცოდი დამრიგო ეხლა ნუ გამაგიჟე რა. რას ქვია არ ვიცოდი ინგა, იმ დღეს ზიარებაზე იყო მოსული. ხო და რომ მიიტანა თურმე პირი ამ ღვინის საზიარებელ კოვსთან მოუბრუნებია მამაოს მოუნანიებელი ცოდვები გაქო. მართალი ყოფილა ესე იგი მესანთლე ქალი, იმიტომ არ არის დღეს ლალი წირვაზე. კი ბატონო, გაგდებულია მრევლიდან. დედა ჩუმად იყავით, კაცო, ეკლესიაში ხართ რა. ლევანი. ისე ჩემ გოგოს მინდა რომ უთხრაია რომ ცოტა ეკლესიაში რა, წაადგება. დედა ეგ მეც უნდა მეთქვა ინგა, გაისათხო აბარებ შენი გოგო, ხო და წარმატების ლოცვები წაიკითხოს ხოლმე მამაოც დაუწერს. ესე იგი ვიღაცა ვერ გაჩუმდა რა. დედა, თამრიკო მამაოა ეგ. რა ომარიკო, საით მიიძუწები? და ეზოში მიიპარება ეს ვაჟბატონი. თან დაუკითხავად. სადმე დიხარ ომარიკო, გეკითხა და გაგიშვებდი. გამიშვებ? შეხედე. კი ბატონო, ჩაბრძანდი, მაგრამ ისე მუხლებით უნდა გადაიტყავო, მე შენ ზელიონკას აღარ წაგისვამ. დავიღალე. ინგა. შემოდი ლიადეიდა, კუხნეშვია და გამოვა მალე. ხო და გამოვდივარ მაღაზიიდან და ხელში რო ეცეხვი მეჭირა, გამომეკიდევს უშველებელი ძაღლი და მეკბინა ფეხზე. გაქცევა კი მინდოდა კაცო, მაგრამ ვერ გავხბოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა. ინგა რას ეკეთებ? უი, პრივეტ ლია, გოგო რა ვიცი ერთი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის და უნკანი მქონდა მოშებული წყალს უყვებოდი. ძალიან კარგია რომ მოუყევი, აღარ აგიხდება. რა დაგესიზმრა? გახსენებაც აღარ მინდა რა. მაღაზიიდან მოვდიოდი და ძაღლი გამოექანა რაღაცა დიდი უშველებელი და მიკბინა ფეხზე. უი, ძაღლის ნაკბენი ცუდ ამბავს ნიშნავს ოჯახში. კაი ერთი.
სიზმრის და ძაღლის გარეშეც არ მაკლია მეცუდი ამბები ამათ ხელში. მეც და მე სიზმრა ერთხელ რო ძაღლმა მიგბინა, მეორე დღეს ჩემ ქმარს ნაცნავში შეერჭო დანა და გარდაიცვალა. უი რას ამბობ გოგო? აუჯი, ორივე მუხლი გადავეყოლიკე. მაინც აგიხდა სიზმარი. წყალს კი მოუყევი, მაგრამ ალბათ მილი იყო გაჭედილი და არ წაიღო. აუჯი, ერთი კალბესი კიდე რო ავიღო ახოტნიჩი. აიღე ხო ოღონდ მალე შეჭამე. ვაიმე მარშრუტკაზე რო დავაგვიანოთ, აი ჯოჯოხეთს მოვაწყობ ავტოსადგურზე რა. აუ სოფელში ღორი რატო უნდა დაკლან? იმიტომ რომ ეგ ღორი იყო კრიმინალი. მეზობლის ქათამი მოკლა განზრახ. ნეტა არ აგიჟებდე ბავშვს რა. რატო კლავენ ომარიკო და გავერთობით დროს ვატარებთ და ვიქეიფებთ. ტაქსი მოვიდა მე მგონი და წავედით. მიკროავტობუსი გადის ავტოსადგურ ნიგეს ტერიტორიიდან. ჩოხატაური ოზურგეთი, ზესტაფონი ქუთაისი, ბათუმი ქობულეთი. აუ ვინ ლაპარაკობს? მარშრუტკების გამომცხადებელი ქალია ეგ. სად ზის ეგ ქალი? არის ზის? ზეცაში. აბა გადავიხადოთ მგზავრობის. დიახ, აი აიღეთ ჩვენი სამი მგზავრის. ვა, როგორ მოხდა რომ სამი ვესი გადაიხადი? შაშენ ბარგის ჩანთაში რო ყავდა ბავშვი ჩატენილი. აბა წავედით. ომარიკო მანდებს პარკები და გული თუ აგერება იცოდე. დედა ოლეგი იმხელაღორი დაკალით რომ რა ვიცი, მთელ სოფელზე ყოფა მე მგონი. ჩემზე მეც სასჭამდა კაცო, ვეღარ აუდიოდი. ოლეგი, გამოიცალე ხლა მაქრაძე დააწერე საქმის კეთება. ჩამოსკუპდა აქა. ვაიმე ბოდიში ინგა რა, ესე იგი რაცა საქმეში შევიდა, ხო ყბედად არის ქცეული. ყველა მოხუციასი არის მე მგონი. მე რა იყო გოგო დიდი ამბავი. სოდა შორის არ არის ყველა მოხუცი ეგრე. აი დედა ჩემს საერთოდ არ უყვარს ვერ ვილაპარაკი მაგალითად. ანასტასია მოიშვი ხამაკ ტელეფონს გადაგიდა ფანჯეტან. დაუძახე მიდი მანანას, მე გადი მაღაზიაში 3 კილო კიტრიერი მოსატანი, ნისია თაინღე ოღონდ. და ერთი დაფა კარტოფილიკა გასაცილეს სახში რომ მოყვან. დროზე. დედა. მომედი ხალხო, მომედი ვსიო აი. ცოტა ძროხამ გამაწვალა და დაუსხენთ ახლა მოდი სუფრასა, ენგური იქნება თამადა. ვაიმე ენგურიძია, როგორ მიყვარს თქვენი სადღეგრძელოები რა. აბა უფალდიდება ჩვენ მშვიდობა. მაგარი ნამუსტრებული კაცი ყოფილა. ინგა იმას გახედე გეხვეწები. აი ღობისიკით, ნიკოლაძეების რძალი. პატიოსნება არა, განათლება არა, იშყი იერისილამაზე არა. რა მოაყვანინათ გეხვეწები? პუტურო. ნეტა რაღა გეკვირს შემოეკა ახალი თაობის, მეც კი მინდა ახლა ჩემი გოგოსთვის კარგი ბედი. ოჯახი ამას არ აკლია, გვარიშვილობა და მანერები. შეუხედავით სარეთქმის ახლა ნამდვილად. ომარიკო, მიდი აბა მთლიან ხინკარს თუ გადაღლაპავ. აუ. არა კაცო რა სისულელია. ომარიკო იატაკზე ნუ გორაობ, თორე წამოვდექი ახლა. დეგჭუჭკიანი შორტები კიდე შეაგდე სარეცხ მანქანაში. დროზე. გაგაბრეზებული ხარ ინგა. იმიტომ ხარ რომ დიდი თაბანოში წაიქეცი. ჯერ ეგერთი არ წავქცეულ ვარ წავბორძგდი. და მეორეც კიდე კედელზე ვიყავ, მიყუდებული და ჩაცუცქული. სარეცხი მანქანის ტრიალს ვუყურებდი. ეს ჭუჭყიანი შორტი საწავიღო. მომეც შევაგდო სარეცხ მანქანაში. ან კიდე შეაგდე ახლა შენ თვითონ დიდი ამბავი. ხო რა იყო ისწავლოს დისციპლინა. ნეტა რას გიხსნი საერთოდ რა. ვაიმე, მარილი დავაპნიე ჩხუბი იცის. როდენ გჯეროდი შენ მაგ ცრუწმენების? არაფერი არის ცრუწმენა, ასეა ეს. ჩხუბი იცის მეთქი გეუბნები. ისევ შენი ჩხუბებ. თუ დამცახში სხვა არავინ არ ჩხუბობს ხოლმე. შეხედე მე გამომიყვანეს ახლა მოჩხუბარი რა. გეუბნები ოჯახში რომ მარილი დაიპნება, იცის ჩხუბი. შედი ხშე უნდა ხმა არ მოიღო. შენ კიდე შეაგდე ეგ რა სარეცხ მანქანაში გაოხდა. უყურე ერთი ამათ. რა მარტო მე ვჩხუბობ ესე იგი. ომარიკო გარდაიცვალა ის ბარტყიეზოში რო იპოვეთ? არა გადარჩა. დედამისმა წაიყვანა ასე თქვეს.
კი, დედამისმა წაიყვანა. ზეცაში. ანასტასია, რამდენი ხანია ისე? თიკო აღარ ყოფილა ჩვენთან და ხო არ იჩხუბეთ? თიკო დედამის ცეხი პიშო და ეხლა სოფელშია ერთი კვირით. ოი, ძალიან კარგი. გაუთვალისწინებია ჩემი რჩევა სოფელში გაგზავნაზე. კარტოფილი გაქშენ გასათელი ქალბატონო არ დაგავიწყდეს. აუ, მესამე სართულის ვასომეძახი ზეზოში ჩავალ. ერთი შენ ჩახვალ მან და მეორე მე გავთვლი კარტოფილს. რა თქვი ქალბატონო? დედა როგორ ახარ? რა ხდება სოფელში? ხო, რა ვიცი ჩვენც ვარ. ეხა რატო გირეკავ?